მეგობრებო, როგორ ახართ? დღეს უნდა დღეისთვის ცოტა თოჯინები გადავდოთ გვერდზე, საზაფხულო სეზონი დაიწყო. ცოტა კუპანიკის კაბების სარაფნები, ჩანთები პლაჟის, ქაღალდის ძაფით, მაკრომი ძაფით. ესეთი რაღაცების მოხსოვა დავიწყოთ. დღეს მინდა ბავშვისთვის საზაფხულო მოკლე ტოპი, შორტი და პანამა მოვხსოვოთ. ბამბის ძაფით, კოტონის ძაფით მოვხსოვოთ, რომ ჩვენ ბავშვებს ალერგია ან რამე არ მისცეს, ან ძალიან კარგია ბამბის ძაფი ბავშვისთვის, სიცხესაც არ გამოყოფს. ყაიზნახის 3 ნომერი. პუდრა ვარდისფერი ძაფით ვიწყებ მე. თქვენ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ფერებით გააკეთოთ. 3 ფერი მოქმედებს სულ ნაკსოვში, თეთრი, ცისფერი და პუდრა ვარდისფერი. ვაკეთებთ თვალს, ვამაგრებთ ასე თვალს და 4 თვალს ვიყვანთ. ჰაეროვან თვალს 3, ძალიან მჭიროთ მოხსოვაც არ არის აუცილებელი. პირველ თვალში უყრით, გამოგვაქვს თვალი, წინა თვალს უკანა თვალში ვაცურებთ და ამოყვავს 3 თვალი. ეხლა მეგობრებო, თითო თვალში, ნასვრეთში 12 ტრაბზანი უნდა ამოვიყვანოთ. სამი თვალი ამოვხსოვთ, ეს ძაფით თან ვატაროთ, ვაკეთებთ ნამაც, უყრით შუაში, გამოგვაქვს თვალი, აი ასე, ჯერ 2 თვალში უყრით, შემდეგ ისევ 2 თვალში. ვაკეთებთ ნამაც, შუაში უყრით, ჯერ 2 თვალში, ვაკეთებთ ტრაბზანს. უნდა მოვხსოვოთ 12 თვალი. ტრაბზანი უნდა მოვხსოვოთ. მოვხსოვოთ 12 ტრაბზანი და გავაგრძელოთ შემდეგ. მოვხსოვეთ 12 ტრაბზანი, პირველ თვალში უყრით, გამოგვაქვს თვალი, აი ასე, გამოვაცუროთ და თვალი ჩავამაგროთ და მოვჭრათ ძაფი. აი ასე. ეხლა უნდა გადავიდეთ თეთრ ძაფზე. თეთრი ძაფიც ასევე კოტონის ბამბის ძაფები არის. ავიღოთ თვალი, აი ასე, ჩავამაგროთ თვალი. და აი აქედან დავიწყოთ თვალის ამოღება, 3 თვალი ამოვიღოთ, 1, 2, 3. ეხლა მეგობრებო, თვითონ ნასვრეთში, ესენით ჩავაყოლოთ მე, თვითონ ნასვრეთში 5 ცალი ორმაგი ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. ორჯერ უნდა შევუახლოთ ყაიზნახს. თვითონ ნასვრეთში 5 ცალი ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ. 2, 3, 4, 5. თვითონ ნასვრეთში 5 ორმაგი ტრაბზანი გავაკეთეთ. გავაკეთეთ 5 ტრაბზანი მეგობრებო. გავაკეთეთ 5 ტრაბზანი, პირველ თვალში უყრით, აი ასე, პირველ თვალში უყრით და გამოგვაქვს ეს აი უკაცრავად. ეს დავტოვოთ ეს თვალი, პირველ თვალში უყრით, ეს თვალი გამოგვაქვს ამ პირველ თვალში. აი ასე. და ჩავამაგროთ. 1, 2 და 3 თვალი მოვხსოვოთ. ორჯერ დავახვიოთ ძაფი და შემდეგ თვალში კიდევ 5 ცალი ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ.
2 3 4 და 5 ორმაგი ტრაბზანი გავაკეთეთ. ისევ პირველ თვალში უყრით, გამოგვაქვს ეს ჩვენი თვალი, ვამაგრებთ. ესე მეგობრებო 12 ცალი ესეთი ფოთოლებით უნდა გავაკეთოთ. 3 ყოველ შუალედში 3 ჰაეროვან თვალს ვაკეთებთ. ორჯერ ვახვევთ, შემდეგ თვალში უყრით. ყველა თვალში 5 ცალი ორმაგი ტრაბზანი. 2 ძალიან ლამაზი გამოდის. ყველაში შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ფერებით გააკეთოთ. პატარა გოგონებისთვის 4 და 5 მეხუთეზე გადავიდეთ. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი მოქსოვილები, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი YouTube არხზე Nino Handmade-ზე. Facebook-ზე ასევე Nino Handmade-ზე მოიწონეთ და ერთად ვიმუშაოთ, ერთად მოვხსოვოთ, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი. ისევ 3 ჰაეროვანი თვალი, 2 ცალი დავახუიოთ, 2 ცალი ორმაგი ტრაბზანი, ამოვიყვანოთ თვალი და 5 თვალი მოვხსოვოთ ისევ 1 2 3 4 და 5. პირველ თვალში უყრით, გამოგვაქვს ეს თვალი, ვამაგრებთ და 3 ჰაეროვანი თვალი. მეგობრებო, სულ 12 ცალი უნდა გამოგვივიდეს, ყველა ნასურეთში გავაკეთოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ჩავედით ბოლოში მოგწოვეთ 12 ფოთოლი. ეხლა ეს შეკვრა გავაკეთეთ. შევუყაროთ აქ. შევუყაროთ, გამოვიღოთ თვალი, გავაცუროთ, ჩავამაგროთ და მოვუჭერათ ძაფი. და გადავიდეთ ცისფერ ძაფზე. გავაგრძელოთ მეგობრებო, ეხლა ავიღოთ ცისფერი ძაფი, ესეთ მეტი ძაფებიც მოვაჭრათ ბარი. ესე. ავიღოთ ცისფერი ძაფი. ესე. და ამ ნასურეთში შევუყაროთ და თვალი გამოვიღოთ. ჩავამაგროთ, აი ასე. ზედ 2 ზინჯირიც ამოვხსოვოთ, 1 2. თან ეს ძაფიც ვაყოლოთ მეგობრებო ერთად. 1 ნამატიანი, 2 ორმაგი ტრაბზანი უნდა მოვხსოვოთ, 1 ნამატიანი, ანუ 1 ნამატი გავაკეთეთ. 2 თვალი, 2 თვალი. 3 ცალი, პირველი თვალი ითვლება მეგობრებო. 3 ცალი თვალი გავაკეთეთ. 3 თვალი მოვხსოვოთ, ჰაეროვანი თვალი. ისევ ამავე ნასურეთში 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი. 1 2 ერთხელაც განაგიღებთ მეგობრებო ნამატი. ჩავუყრით ჯერ 2 თვალში, მერე 2 თვალში. ეს უკვე დავიწყეთ კუთხის მოგხსოვა. ვაკეთებთ ნამატს და შემდეგ გადავდივართ შემდეგ ნასურეთში. და ვაკეთებთ ორმაგ ტრაბზანს. 1 2 3. გადავდივართ შემდეგ ნასურეთში, ისევ 3. 2 ნასურეთში 3 ორმაგი ტრაბზანი,
ხოლო კუთხეებში 6 ცალი, 3 ჰაეროვანი თვალის შუალედით, 3. ეხლა კუთხეში ვართ მეგობრებო, შუალედებში 2-2 ნასხვრეთში გვექნება 3 ტრაბზანი. 3 თვალი ამოვიღოთ, აი ასე. ისევ ამავე ნასხვრეთში 3 თვალი. 2 და 3. გვერდზე 3 ტრაბზანი მხოლოდ 1 2 3. გვერდზე ტრაბზაში მეორე ნასურეთში ისევ ორმაგი ტრაბზანი 2 3. გადავდივართ კუთხე 3 ტრაბზანი 3 ორმაგი ტრაბზანი 2 3. შუალედში 3 ჰაეროვანი თვალი ისე ამავე ნასურეთში 3 თვალი. ისე ორ ნასურეთში მხოლოდ და მხოლოდ 3 ორმაგი ტრაბზანები 2 3. მეორე ნასურეთშიც ისე 3 ტრაბზანი 2 3. გადავდივართ ისევ კუთხეში 6 ტრაბზანი 3 ჰაეროვანი თვალის შუალედით 2 3. შუალედში 3 ჰაეროვანი თვალი ისევ 3 თვალი და დაგვრჩა 2 ცალი ჰაეროვანი თვალი. ორ ნასურეთი 3 ცალი ჰაეროვანი 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი უკაცრავად 2 3. მეორე ნასურეთში გადავიდეთ, ესეთ ჩავაყოლოთ ბარი 1 2 და 3. ჩავამაგროთ აი აქ შუაში და ამოვიღოთ 3 თვალი. ესეთი ოთხკუთხედი უნდა გამოგვივიდეს. უკაცრავად სწორი არ ჩავამაგრე, ძალიან დიდი ბოდიშით. პირველივე თვალში ჩავამაგრებთ. აი ასე. გაცურვას გავაკეთებთ. მეორე თვალშიც გაცურვას გავაკეთებთ და წრეში გაცურვას გავაკეთებთ თვალს და ამოვართ მაგრა. გადავიდეთ ცისფერის მეორე რიგზე. გადავდივართ მეგობრებო ცისფერზე. ისევ 3 თვალი ამოვიღოთ შუა ნასურეთში და ისევ 6 ცალი ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი თვალის შუალედით 1 2 3. ისევ ამავე ნასურეთში 3 ორმაგი ტრაბზანი. ეხლა მეგობრებო 1 2 3 ის უნდა გავაკეთოთ. რა ქვია? ორმაგი ტრაბზანი. სამი ესე ჯობია შუაში გავაკეთოთ 1 2 მეორეშიც 3 3 ნასურეთში 3 ორმაგი ტრაბზანი.
მესამე ნასურეთში გავაკეთოთ 3 ტრაბზანი, 2 3 მერე თვითონ დავაუთოვებთ კიდევაც უფრო ლამაზი გამოვა. მოვედით ნასურეთში, გავაკეთოთ 3 ორმაგი ტრაბზანი, 2 3 3 ჰაეროვანი თვალი და 3 ტრაბზანი ისევ. 2 3 3 ნასურეთში 3 ორმაგი ტრაბზანი, 2 3 მეორეში ვაკეთებთ 3 ორმაგ ტრაბზანს, 2 3 მესამეში ვაკეთებთ 1 2 3 ისევ კუთხეში მოვედით, გავაკეთოთ ბოლომდე, ჩვენ თვითონვე მეგობრებო აქ რომ მოხვალთ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, ჩამოვედით ბოლომდე, პირველ თვალის შევუყრით, გამოვიღებთ თვალს და გაცურვას გავაკეთეთ. ამოვიყვანთ თვალს და ძაბს მოვიჭრით. ეხლა უნდა გადავიდეთ თეთრ ძაბზე. ძალიან ლამაზი გამოდის, შეხედეთ. გადავიდეთ თეთრ ძაბზე. გადავიდეთ თეთრ ძაბზე მეგობრებო. გავაკეთოთ თვალი. აი ასე. და შვიდან დავიწყოთ ისე, კუთხიდან დავიწყოთ. გავაკეთოთ თვალი და 2 თვალი ამოვიღოთ. ისევ როგორც აქ მეგობრებო, 3 ტრაბზანი გავაკეთოთ. 2 უკვე არის, პირველი ითვლება ყოველთვის. ორმაგი ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. შუაში 3 თვალი. ნამატი ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ. 2 თვალი, 2 თვალი. ისევ 2 ცალი კიდევ 3 უნდა გავაკეთოთ, 2 3 გავაკეთეთ კუთხე მეგობრებო. ისევ ახლა 1 2 3 4 ცალი 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. 1 2 3 მეორე თვალშიც, მეორე ნასურეთშიც 3 ორმაგი ტრაბზანი, 2 3 მესამეშიც 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი, 1 2 3 და მეოთხეშიც ორმაგი ტრაბზანი, 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი, 2 3 აი ასე. ეხლა მეგობრებო, კუთხეში მოვედით, ისევ 3 ორმაგი ტრაბზანი გავაკეთოთ. 1 2 3 3 ჰაეროვანი თვალი, 1 2 3 ისევ 3 ცალი ორმაგი ტრაბზანი, 2 3 მეგობრებო, კუთხეებში მეგობრებო 6 ცალი თვალი ორმაგი ტრაბზანი თავისი და 3 ჰაეროვანი თვლით, გვერდებზე 4ჯერ 3 ორმაგი ტრაბზანი. ჩამოვიდეთ ბოლოში და შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრებო. მოვედით ბოლოში, პირველ თვალში შევუყრით აიზნახს, გამოვიღებთ თვალს და გაცურვას გავაკეთებთ. ჩავამაგროთ თვალი და მოვჭროთ. ეს არის მეგობრებო ჩვენი მოტივი, რომელშიც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ტოპი.
სამი ტოპზე საერთოდ სამი ცალი უნდა, მაგრამ მეგობრებო, როცა ბოლოს მეორეს რომ გავაკეთებთ, დამოუკიდებლად მოხსოვეთ მეორეს როცა გავაკეთებთ, ბოლო თეთრი რიგი, ბოლო კუთხისა არ მოხსოვთ, იმიტომ ერთად თან მეორეც უნდა ჩავამაგროთ, განახებთ ყველაფერს დაწვრილებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოხსოვეთ მეორე და გავაგრძელოთ შემდეგ. გავაგრძელოთ ჩვენი ბავშვის ტოპის მოხსოვა. მე ერთი ცალი უკვე შევაერთე, მესამე სულ სამი ცალი უნდა მოხსოვოთ, მესამე ერთად შევაერთოთ. აი ესე თეთრის რო დავიწყებთ, ეს ორი ცისფერი მხარე დავტოვოთ. კუთხეში სამ თვალს მოხსოვთ, ავიღებთ, აი ესე დავადებთ უკანა მხრებით ერთმანეთს და დავიწყოთ შეერთება. სამი ტრაბზანი მოგვსოვე. ეხლა ერთ ჰაეროვან თვალს ვაკეთებთ. უკანა მხრიდან გვიჭირავს ესეც და ამ შუაში, კუთხის შუაში გამოგვაქვს თვალი და ვსოვთ. ნამად ერთი თვალი ჰაეროვანი, შუაში ესე უყრით, ზურგით უნდა იყოს ერთმანეთთან და თვალი ისევ ერთი ჰაეროვანი თვალი მოვგსოვოთ. გავაკეთეთ ერთი ჰაეროვანი თვალი. ეხლა მეგობრებო, აქეთა სამი თვალი. აი ესე, სამი თვალი ხო გვაქვს აქეთა. პირველი თვალის ფლოში, მაღლითა თვალში უყრით. გამოგვაქვს თვალი. ვაკეთებთ ნამაც და უყრით აქეთა თვალის რკალში. გვაქვს 4 თვალი, ორ თვალში უყრით და სამი ერთად. ეხლა მეგობრებო, ეს ძაფი დაბლა უნდა გქონდეს. შევუყრით მეორე თვალის, კუთხის მეორე თვალში. ვაკეთებთ ნამაც, ისევ რკალში უყრით, გამოგვაქვს ჯერ ორი თვალი, მერე სამი ერთად. მესამე ძაფი დაბლა ხდება, აი ასე. მესამე თვალში შევდივართ, ვაკეთებთ ნამაც, უყრით კალში, კუთხისა, ჯერ ორი თვალი, შემდეგ სამი ერთად. აი ასე. აქ ყველა თვალში უნდა გავუყაროთ, მაღლითა თვლებში. აქ ჩვეულებრივად უზურს გავაგრძელებთ. შემდეგ თვალში უყრით, მაღლითა თვალში, ვაკეთებთ ნამაც და ნასურეთში ვაკეთებთ ჯერ ორი თვალი, მერე სამი ერთად. შემდეგ თვალში ვაკეთებთ ნამაც, გამოგვაქვს თვალი, ჯერ ორი თვალი, მერე სამი თვალი. შეხედეთ რა ლამაზად გამოდის. ძალიან ბევრი ესეთი ფიგურებიანი მის შეერთება შეგიძლიათ ასე. შემდეგ ყველა მაღლითა თვალში უყრით თეთრის მხარეს, მეგობრებო. ძაფი დაბლა უნდა დარჩეს. ვაკეთებთ ნამაც და მესამე თვალი გამოგვაქვს. ორი, სამი ერთად. ძაფი დაბლა, ვიღებთ თვალს, ნამატი, შემდეგ ნასურეთში ვაკეთებთ ორი თვალი, სამი ერთად. შემდეგ ძაფი დაბლა, აი ასე. შემდეგ თვალის მაღლითა თვალში ვაკეთებთ ნამატიზეთ, უყრით ისევ ასე, ჯერ ორ თვალში, მერე სამი თვალი ერთად. ისევ ასე უყრით ნამატი, მესამე თვალი, ჯერ ორი თვალი, მერე სამი ერთად. შეხედეთ რა ლამაზად გამოდის, მეგობრებო.
თეთრ მხარეს ყველა თვალის მაღლითა თვალში უყრით. ვაკეთებთ ნამats, ხოლო ლურჯ მხარეს ჩვეულებრივად უზორს ვაგრძელებთ. 3 ერთად. უყრით მეორე თვალში, ვაკეთებთ ნამats, 2 თვალი, 3 თვალი ერთად. ვიღებთ მესამე თვალს. ნამატი, ვიღებთ თვალს, ჯერ 2 თვალი, შემდეგ 3 თვალი. ძალიან მჭირდებათ არ მოგხსოვოთ, რომ არ აიბრუშნოს მეგობრებო, არ შეიკვეცოს ნაკსოვი. შემდეგი თვალის მაღლითა თვალში გვხსოვთ, ვიღებთ ნამats, უყრით თვალში, ჯერ 2 თვალი, შემდეგ 3 თვალი. ვაკეთებთ ისევ, უკაცრავად, შემდეგ თვალში უყრით, ვაკეთებთ ნამats და ვაკეთებთ მეორე თვალს. ვაკეთებთ მესამე თვალს, უყრით კაცრავად, მესამე თვალში, მაღლითა თვალში, ვაკეთებთ ნამats, მესამე თვალი ამოყვავს 2 ერთად, 3 ერთად. შემდეგ თვალში უყრით, ისევ ნამატი, გამოვდივართ უკვე კუთხეში, კუთხეში ვხსოვთ 3 თვალს. 1 2 და მესამე. აი ასე, მესამე თვალიც გავაკეთეთ. აი ასე. ძალიან ლამაზი გამოდის. ეხლა უნდა გავაკეთოთ კუთხე. ეხლა მეგობრებო, ბოლოში ვართ უკვე. 1 თვალი მოგხსოვთ ჰაეროვანი, ესე უკანა მხრიდან ჩაუყაროთ ამ ნასვრეთში. მოგხსოვთ 1 ჰაეროვანი თვალიც გავაკეთოთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ქსოვა. ეს. შეხედეთ რა ლამაზი გამოვიდა, შეერთება. შეგიძლიათ ნებისმიერი მოტივიანი, ესეთი გადაბმული კუბიკებიანი ის მოგხსოვოთ, ესეთი ლამაზი გადაბმით. სხვადასხვა არსად არ შემხვედრია, ერთადერთი იმაში ვნახე, საიტზე, სადაც ესე ლამაზად შეაერთა. ჩავიდეთ ბოლოში და გავაგრძელოთ. მოვედით კუთხეში მეგობრებო, შევაერთოთ ჩვენი ნაკსოვი, აი ასე. ძაფი არაფრის დიდებით არ მოვწყვიტოთ მეგობრებო. ქსოვა უნდა გავაგრძელოთ უკანა მხრისა, აი ასეთი შეხედეთ ლამაზი გამოვიდა. თქვენ შეგიძლიათ ხანარ ყვითელი ძალიან ლამაზი იქნება, რო გაგვეკეთებინა, ძალიან ლამაზი გამოგვიდოდა ყვითელიც. აი ასე, ახლა გავაგრძელოთ მეგობრებო. ახლა უნდა მოვიდეთ ამ შუა წერტილში. შემდეგ თვალში ჩაუყაროთ უკანა მხარეს, ამოვიღოთ თვალ და გავაცუროთ. და ნასურეთში ესე გავაცუროთ მეორე თვალს და ნასურეთში გამოვიდეთ 2-3 თვალი ამოვიყვანოთ ჰაეროვანი და შუაში კიდე 2 ტრაბზანი გავაკეთოთ. სულ 3 ტრაბზანა გავაკეთოთ. და გავაგრძელოთ ქსოვა. ყველა ნასურეთში, როგორც მაღლა ვაკეთებდით, 3-3 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. აი ასე. 3-3 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ.
ასე ბოლოში ჩავიდეთ 3 გავაკეთოთ. თანხმად რო ქსოვრა ადვილად მიდის ქსოვა, თოჯინების ქსოვა ცოტა ჭიდროთ რო უნდა ქსოვო, მთელი თითები დაზიანებული გვაქვს. 2, 3 და ბოლო კუთხის ნასვრეთშიც 3 თვალი მოვხსოვოთ. 1, 2 და 3. აი ასე. ეხლა მეგობრებო, ბოლოში ვართ უკვე 4 თვალი მოვხსოვოთ. 3, 4 და მოვტრიალდეთ. და პირველივე ნასვრეთში 3 ტრაბზანი მოვხსოვოთ. 2, 3 ასე ბოლომდე 3 ყველა ნასვრეთში. და ეხლა მეგობრებო, 1 ტრაბზანი ბოლო თვალში, აი აქ სულ ბოლოში ჩაუყაროთ და 1 თვალი აქ ამოვხსოვოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, 3 ჰაერომანი თვალი ამოვიღოთ, მოვტრიალდეთ და ამავე ნასვრეთში კიდე 2 ცალი მოვხსოვოთ, იმიტომ 1 ცალი 3 ჰაერომანი თვალით ხომ გავაკეთეთ. გავაგრძელოთ ისევ. ბოლოში, როდესაც ესეთი ნასვრეთი იქნება მეგობრებო, აი ასე, მოტრიალების დროს უნდა მოვხსოვოთ 4 ჰაეროვანი თვალი. აი ახლა უნდა მოვხსოვოთ 4, 2, 3, 4. ხოლო როცა აქ ვიქნებით და ბოლოში ასე გვიმთავრდება, აქ თავისთავად 3 ზინჯირს 3 ტრაბზანს მოვხსოვთ, აქ ბოლოში 1 ცალი უნდა მოვხსოვოთ. ასე უნდა ვხსოვოთ მეგობრებო, სანამ 4 გვაქვს ახლა 2, 3, 4, სანამ 8 ცალი არ გაგვიხდება. დამოუკიდებლად მოვხსოვოთ ახლა და მერვე რიგის შემდეგ შევხვდეთ. მეგობრებო, მოვხსოვეთ 8 რიგი. ლურჯი ძაფიდან გადავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ჩავამაგროთ თვალი და მოწყვიტოთ ძაფი. ძელი მოწყვიტოთ, რომ ნეფსით კარგად ჩავამაგროთ მერე. ეხლა მეგობრებო, მეორე მხარესაც იგივე უნდა გავემეოროთ. 8 რიგი თეთრი ძაფით უნდა მოვხსოვოთ. გავაკეთოთ თვალი.
აი ასე. შევუყაროთ კუთხეში. აი აქ. გამოვიღოთ თვალი კუთხეში, ამოვიყვანოთ 3 თვალი და 2 ცალი ტრაბზანი გავაკეთოთ. ერთნამატიანი ტრაბზანი. ისე ყველა ნასვრეთში თანძაფით შევაყოლოთ 3 ტრაბზანი გავაკეთოთ. გაცილებით 3 ერთ რიგს, ორი რიგს განახებთ, დანარჩენი თქვენ თვითონ გააგრძელეთ. ეს 2 3 და 3. ბოლოს დაუთოვეთ მეგობრებო, ორთქლით ძალიან არ დააწვეთ. ორთქლით დაუთოვეთ შიგნით და მხრიდან. 2 3 და კუთხეში მოვედით. 1 3 თვალით ვამთავრებთ, როგორც ხედავთ. ამიტომ ბოლოში 4 ხაეროვანი თვალი ამოვიყვანოთ. 3 4 და მოვტრიალდეთ. და პირველივე ნასვრეთში ჩაუყაროთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 ესეც მეტი ძაფები მოვაჭრათ. ერთი, 2 და 3. ბოლოში მეგობრებო, როგორც ხედავთ, 3 თვალი თავდება. ამიტომ ვაკეთებთ კუთხეში ერთ ტრაბზანს. აი ასე. ვაკეთებთ 3 თვალს და ტრიალდებით. პირველივე ნასვრეთში 2 თვალს ვაკეთებთ. ასე გავაგრძელებთ ბოლომდე 8 რიგს მეგობრებო. ეხლა აქ თავდება ნასვრეთით თავდება და ამოვიყვანთ 3 თვალს. შემდეგ 4 ხაეროვან თვალს ამოვტრიალდებით. აქ მთავრდება, ხედავთ, 3 ტრაბზანით. აქ შუალედში მოვხსოვთ 3 ცალ ტრაბზანს და კუთხეში 1 ტრაბზანი. 8 რიგი ასე მოგხსოვოთ და შემდეგ შევხვდეთ. მოგხსოვეთ მეორე მხარესაც 8 რიგი. ეხლა მეგობრებო, არ მოვჭათ არაფრით ძაფი. 3 თვალი მოგხსოვოთ, ჰაეროვანი, 1 2 3 და ისევ ნასვრეთებში გავაგრძელოთ მოტივების შეერთებამდე. მოგხსოვოთ იგივე. არაფერი არ არის ცვლილებად. 1 2 3 ნამაც ვაკეთებთ 2 2-იც ასე.
ყველა ნასურეთში 3-3 ტრაბზანი უნდა მოგსოვოთ. ერთი, ორი, სამი. მოვედით უკვე შეერთებასთან მეგობრებო. 2 3 მეგობრებო, აქეთაც ნასურეთი გვაქვს და აქეთაც. ამიტომ შუაში უნდა ამოვიყვანოთ თვალი. ზედ შევაერთოთ და 3 თვალი მანდ უნდა მოგსოვოთ. 2 და 3. და გავაგრძელოთ მოგსოვა. 1 2 3 Yes. 1 2 3 ჩავიდეთ მეორემდე შეერთებ. აი ესე მეგობრებო, აკეთებს ნამაც შუაში. აქეთ იქით თვლები გრჩება. 3 თვალი ამოვიყვანოთ. 2 და 3. გავაგრძელოთ შემდეგ ნასურეთში და ბოლომდე ასე ჩავიდეთ. მოვედით ბოლოში მეგობრებო. 1 თვალი მოგსოვოთ და კუთხეში ჩავამაგროთ. აი ასე. 3 თვალია მოგსოვოთ. 2 3 მოვტრიალდეთ ამავე ნასურეთში 2 ტრაბზანი გავაკეთოთ. სულ 3 გამოგვივიდა. ასე ბოლომდე ისევ გავაგრძელოთ ქსოვა. ყველა ნასურეთში ტრაბზანი გავაკეთოთ. 3-3 ცალი. ბოლომდე ჩავიდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ ჩვენ ტოპის მოგსოვა. ბოლო თვალში ნასურეთი დაგვჭა და აქაც 3 თვალი ამოვგზავნოთ. ეხლა მეგობრებო, სულ ჩვეულებრივად უნდა 1 თვალი მოგსოვოთ და მოვტრიალდეთ. ჩვეულებრივად უნდა მოგსოვოთ ჰაეროვანი თვლები და თასმებიც, ბრეტელებიც უნდა გავაკეთოთ უკვე. ყველა თვალში, თითო თვალში 1, მოდი ესე გავაკეთოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. 10 თვალი გავაკეთეთ. 10 თვალი გავაკეთეთ და 50 თვალი ჰაეროვანი თვალი ამოგზავნოთ. 3 4 5 6 7 8 9 10. მოგზავნოთ 50 ჰაეროვანი თვალი და ამოგზავნოთ 50 ჰაეროვანი თვალი. ეხლა ყველა თვალში ჩემებური ენით გაცურვა გავაკეთოთ. ყველა თვალში ამოვიღოთ თვალი,
წინა თვალი უკანა თვალში გავაცუროთ. ამოვიღოთ თვალი, წინა თვალი უკანა თვალში გავაცუროთ. ბოლომდე ასე ჩავიდეთ. ამოვიღოთ თვალი, წინა თვალში, უკანა თვალში გამოვაცუროთ. 59 ცალი უნდა გამოგვივიდეს. ზოგს 58 გამოვიდეს. 59 ცალი უნდა გამოგვივიდეს. ყველა თვალში გაცურვა გავაკეთოთ. ჩავიდეთ ბოლომდე და შემდეგ შევხვდეთ. ჩამოვედით ბოლომდე, ჩავამაგროთ თვალი, გავაგრძელოთ ისევ 1, 1, 2, 3, 4 და მეხუთე ნასვრეტამდე მოგხსოვოთ ჩვეულებრივი თვლებით. 3, 4, 5, 6, 7, 8, უკაცრავად აქ შევაურიე. ჩვეულებრივი თვლებით რომ მოგხსოვ, გაცურვები გავაკეთე. მეხუთე ნასვრეტამდე ვსოვოთ ჩვეულებრივად. 1, 2, 3, აი ესე თუ მოგხსოვთ, მაგალითად, მეგობრებო, მე იმაშიც ესე ვგსოვ, თოჯინის მოგხსოვის დროს. ამოვიღეთ თვალი, ხო? აი ესე შიგნიდან აი ესე უნდა გამოგხსოვოთ, უფრო ლამში ხდრა ლამაზი დასასრული გამოდის. ესე 1, 2, 3, 4 და მეხუთეში მოვედით. მოგხსოვოთ მეხუთე თვალის და 50 თვალი ამოვიღოთ ისევ 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14. ამოვიღოთ 50 თვალი, ისევ უკანასვლით წამოვიდეთ გაცურვებით და შევხვდეთ შემდგომში. გავაგრძელოთ მეგობრებო, მეორეც გავაკეთეთ. ეხლა უნდა მოგხსოვთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ნასვრეტი, მეათე ნასვრეტამდე მოგხსოვოთ. მეორეც გავაკეთეთ დამოუკიდებლად, აი ესე. გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მოგხსოვა მეათე ნასვრეტამდე. ესე ჩავედით. მე რამდენზე ვართ გადავთვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. მეათე ნასვრეტამდე მოვიდეთ.
მეათე ნასურეთში ვართ. აი ასე. და 50 თვალი ამოვიყვანოთ ისევ. ისე უკან გაცურვებით დავბრუნდეთ და შევხვდეთ შემდგომში. ეხლა მეგობრებო, გავაკეთეთ, ჩავამაგრეთ ჩვენი რეტელი და 2, 3, 4 ბოლოს შემდეგ დაგვრჩა 3, 1, 2, 3, 1, 2, 3, მეოთხე ნასურეთამდე მოგხსოვთ. შუაში უნდა გქონდეს 1, 2, 3 და მეოთხესთან გავჩერდეთ. 1, 2, 3, 4 არასავთვლია მე საჭიროა. 1, 2 უკვე მოგხსოვეთ. მესამე ნასურეთსაც გავცდით. და მეოთხესთან მოვედით. ისევ 50 ჰაეროვანი თვალი მოგხსოვოთ და უკან წამოვიდეთ ისევ. გაცურვები გავაკეთოთ და გავაგრძელოთ შემდგომ. გავაკეთეთ მეორე პლეჩოც მეგობრებო, მეორე მხარეს. ჩავიდეთ ახლა ბოლოში ჩვეულებრივად ისევ მოგხსოვოთ. აი ასე გავაგრძელოთ. ეხლა დაბლეთა მხარე უნდა მოგხსოვოთ. დაბლა ჩავიდეთ ეხლა. ბოლოს თვალიც ამოვიღოთ. ბოლო თვალში ერთი თვალიც ამოვიღოთ და მოტრიალდეთ. გაცრავად. ყველა თვალში ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჰაეროვანი თვალის მოგხსოვა. დაბლა ჩავდივართ ეხლა. აი ასე მჭიდროდ ძალიან არ გსოვოთ, რომ არ აიბროშნოს ჩვენი ნაქსოვი. ცოტა თავნად გსოვეთ. აი ასე. ძაფის მოუწყვეტლივ ვამთავრებთ ყველაფერს. ჩამოვედით ბოლოში წელთან. აი ასე. მოვტრიალდეთ მეგობრებო. თან ეს ძაფით ჩავაყოლოთ. 3 თვალი ამოვიყვანოთ. 1, 2, 3 და პირველივე ნასურეთში ჩავუყაროთ და თვალი ამოვიღოთ. 2 თვალი გამოგვივიდა. შემდეგ ნასურეთში ჩავუყაროთ ისევ 3 და 1 ცალიც გავაკეთოთ. თან ეს ძაფი ჩავატაროთ. 4 გამოგვივიდა. მესამეც მოგხსოვოთ ტრაბზანი. აი ასე. ყველა ნახრეთში აი გავაკეთოთ ერთად 3-3 ტრაბზანი მოგხსოვოთ. ფუფუშელებივით უნდა გამოვიდეს. აი მასში თვალზე ვართ, როგორც ხედავთ, შუაში ვიპოვოთ შუა წერტილი და აქაც 3 თვალი ამოვიღოთ.
ნასურეთში 3 თვალი. გავაგრძელოთ მეგობრებო, ჩამოვედით ბოლოში, ისევ ყველა თვალში 3-3 უნდა მოვხსოვოთ. 2 3 ყველა ნასურეთში 3 2 3 1 2 3 1 2 3 ესეც ბოლო ნასვრეთი 2 და 3 ბოლოშიც 1 2 და 3 შეხედეთ მეგობრებო როგორი ფუფუშელები გაკეთდა ძალიან ლამაზი გამოდის ეხლა გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი თვალი და მოვტრიალდეთ მეგობრებო ამის შემდეგ სულ კიდევ 3 ცალი 3 რიგი ტრაპზონი უნდა მოვხსოვოთ სულ 4 უნდა გამოგვივიდეს ამის შემდეგ არანაირ მეტობას და ნაკლებობას არ ვაკეთებთ ყველას რიგის დასვლის შემდეგ 3 თვალს ვიღეთ ჰაეროვანს და ყველა თვალში თითო თვალში ტრაპზონს ვაკეთებთ ეს უნდა მოვხსოვოთ 4 რიგი 4 რიგი მოვხსოვოთ დავამთავროთ ჩვენი ნამუშევარი და დაგვრჩება უკანა თასმის მოხსოვა შევხვდეთ შემდეგ მოვჩით მეგობრებო ჩვენი შეხედეთ რა სილამაზეა პეტერე ფუშფუშელებიანი გოგოსი რო ყველაფერი ლამაზი არის ჩასაცმელები აი ასე ეხლა გავასწოროთ პლეჩოები და თასმა გავუკეთოთ ჩვენ ტოპს შევუყაროთ ნასვრეტებში ესე გავუყარე წინა მხრიდან დაბლა ჩამოვიტანოთ ერთურცა მეორე კუბიკში გამოვუყაროთ აი ასე ესეთ შიგნიდან ჩამოვატაროთ და მეორე კუბიკში გავუყაროთ აი ასე გაცრავად ესენი ზეიდან ჩამოვატაროთ აი ასე ესეც ასე ჩამოვატაროთ ასე ისევ ერთი გამოვტოვოთ უნდა აღნიშნო მეგობრებო რომ მე თასმა მოვხსოვე 180 ჰაეროვანი თვალი მაგრამ მეტიც შეიძლებოდა გავუკეთებინა 200 მაგალითად 180 ჰაეროვანი თვალი მოვხსოვე შემდეგ როგორც პლეჩოებზე, ბრეტელებზე უკან სვლით
წამოვედი და ბოლოს გამოვუყაროთ აი ეს ისე ვაღურია ესეიდან მეყვეს და მაინც ქვეშიდან ვატარებ აი ასე აი ასე ბოლო ნასვრეთშიც აქეთაც გამოვუყაროთ გავმასკოთ ჩვენი ლამაზი ტოპი. აი ასე. შეხედეთ რა ლამაზია. აი ესეთი ლამაზი ტოპი გამოგვივიდა. შემდეგ ვიდეოში უნდა ჩავწეროთ შორტი, ხოლო შემდგომში უკვე უნდა ჩავწეროთ პანამას შორტის უთეთრი გვექნება, პანამა ისევ ასეთი მოტივებით უნდა მოგხსოვოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.